გამარჯობა მოგესალმებით ყველას. ბოლო სიტყვა მორიგ ეპიზოდს წერთ ბექა პატურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი ცხვიტავა, თამარ ნუცუბიძე ბრიუსელიდან, ია მეურმიშვილი ვაშინგტონიდან. მოკლედ სტივ ვიტკოფს პუტინის კარზე ალოდინეს, შემდეგ უთხრეს რომ რაც ჩვენ ვილაპარაკეთ მაგაზე უკრაინელებს არ დაელაპარაკო და არც ევროპელებსო და გაუშვეს უკან ვაშინგტონში, დიდი ალბათობით, თუ სადმე კიდევ არ გადაუხვია, არ ვიცი. მოკლედ საინტერესო ამბები ხდებოდა მოსკოვში, გაოცებული სახით მომღიმარი ჯერ ათვალიერებდნენ კუშნერი და ვიტკოფი მოსკოვის ქუჩებს, შემდეგ უკვე პუტინს უზიარებდნენ ამ შტაბ-ჭრილებებს და ბევრი ვერაფერი ვერ გავიგეთ, რაზე შეჯერდნენ იქ. თუმცა თქვეს რომ ნაწილობრივ ჩვენ ვეთანხმებით ამერიკის მიდგომას, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტები გვაქვსო. მოკლედ რუსეთ-უკრაინის ომზე, ამ მოლაპარაკებებზე, მათ შედეგებზე და ამ პროცესზე ვისაუბრებთ დღევანდელ ეპიზოდში, ასევე ვისაუბრებთ უფრო მეც საქართველოს შესახებ. რუსეთის პოლიტიკიდან შორს რომ არ წავიდე, შემდეგი თემა ეხება მათი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებას, რომ საქართველოს მოედანზეა ახლა ბურთი, რომ თუ საქართველოს სურს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მათ შეუძლიათ ეს გადაწყვეტილებები მიიღონ, მაგრამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების პროცესი არის შეუქცევადი და ამ საკითხს გადახედვა არ უწერია რუსეთის პერსპექტივიდან. არც კი ოცნებოთ ამაზეო და მიანიშნეს რომ იქ ისევ რაღაც სააკაშვილის დროინდელ პოლიტიკას ადგას დღევანდელი ხელისუფლებაცო. ეს საინტერესო გზავნილი იყო და ამას შევეხებით მომავალში და აუცილებლად უნდა შევეხოთ ასევე ერთი წელი გავიდა პროტესტის დაწყებიდან 28 ნოემბერს გადავაბიჯეთ და დიახ და აი ამ ერთი წლის თავზე გასკდა ძალიან დიდი ამბავი, რომელზეც საქართველოში ძალიან ბევრს საუბრობენ. რას ურევდნენ წყალში, როდესაც გამოიყენებოდა ჭავლი აქციის მონაწილეების დასაშლელად, ამ თემაზე მიდის მთელი დიდი კამპანია ერთის მხრივ, რომ გააშავონ BBC, ხან აწყობთ ხოლმე BBC როგორც ობიექტურობის და მედიის სტანდარტი, ხან პირიქით ხდება ხოლმე. ეხლა ეს შემთხვევა, როცა პირიქით ხდება და ეგენი არიან მოკლედ fake news-ი. და ხო, აი ეს სამი ძირითადი თემა გამოყავით დღეისათვის. დარჩით აუცილებლად ბოლომდე ამის რეკომენდაციას გაძლევთ. მე მგონია რომ საინტერესო დისკუსია გველოდება წინ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განცხადება ვლადიმერ პუტინისა, რომ ის მზად არის ევროპასთან ომისთვის, თუ კი ევროპას ეს იყო ძალიან მკაცრი განცხადება და ბრიუს პირდაპირ მუქარა, კუნთების თამაში აღარ არის, ეს ჩვეულებრივი მუქარა არის და აღნიშნა ისიც, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია ქირურგიული მეთოდებით მიმდინარეობს და ეს არ არის ომიო. და თუ ომი გინდა გაჩვენებთ, ხო, ჩვენ გაჩვენებთ გდერაკი ზიმუიუტო და მან საგულისხმო იყო, რომ ევროპა ნატო არ უხსენებია. და ჩემი აზრით ასკარად იმის იმედი აქვს, რომ ახლა ტრამპის ფაქტორი არსებობს, რომელიც ვერ ჩამოყალიბებულა არის თუ არა ისევ უსაფრთხოების გარანტი ევროპისთვის. შესაბამისად, ამ ყველაფერთან გამომდინარე, მე მგონი ნელ-ნელა იასთან გადავიდეთ განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვიტკოფის ვიზიტი ამდეც ძალიან ცხადი იყო ყველაფერი, რომ ეს მოლაპარაკებები პრაქტიკულად იმიტომ მიდიოდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელებული იყო. და ჩემთვის პირადად იმ წამს, როდესაც ვიტკოფი მოსკოვში დაეშვა და ამის პარალელურად გავრცელდა პუტინის კადრების სამხედრო ფორმაში გამოწყობილი სადღაც შტაბში, ყველაფერი გასაგები იყო. რას გვეტყვია ამერიკიდან როგორ ჩანდა ეგ ყველაფერი და მან რას ლაპარაკობენ ამ პოტენციურ მოლაპარაკებებზე? შეიძლება ითქვას, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე უკვე. სავარაუდოდ ხო ჩაშლილზე. არაფერი განსაკუთრებული და დეტალები ყოველ შემთხვევაში არ ვიცით. ტრამპმა გუშინ თქვა, რომ ესეთი იმედი აქვს და ფიქრობს, რომ შეძლებს ამ ომის დამთავრებას და მერე დაამატა, რომ იმედი აქვს, რომ შეძლებს ომის დამთავრებას. არ ვიცი, ხო ტრამპის ესე ინდივიდუალურად სათითაო სიტყვები როგორ შეიძლება რაღაცა ინდიკატორებად ავიღოთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დარწმუნებით არ უთქვამს ის, რომ მოლაპარაკებები კარგად მიდიოდა. მან თქვა, რომ კუშნერი და ვიტკოფი მას ესაუბრნენ და ბრიფინგი ჩაუტარეს იმაზე, თუ როგორ ჩაიარა
არა პუტინთან შეხვედრა, მაგრამ კიდევ ერთხელ დეტალები არ გაუჟღერებია. რაც ამას ჩვენ მანამდეც ვამბობდით და ვინც რუსეთს აკვირდება და საერთოდ ამ ომის მიმდინარეობას მიყვება ძალიან კარგად ხედავს იმას, რომ ეს არ არის უკრაინა, რომელსაც არ უნდა ომის დამთავრება, უკრაინელებს ძალიან უნდათ ამ ომის დამთავრება. რუსეთს არ სურს ომის დამთავრება და არ სურს იმის გამო, რომ ჯერ როგორც ფასდება რუსეთის დამოკიდებულება არ სურს იმის გამო, რომ ჯერ არ გრძნობს საკმარის ზეწოლას თუ ტკივილს იმისთვის, რომ ომი შეწყვიტოს. მას შეუძლია რუსეთი პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინაზე უფრო მეტი რესურსი აქვს, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით და უკრაინას, ვთქვათ, უკრაინის მხარეს არ არის დრო, პუტინის მხარეს არის. ის განცხადებები, რაც თუ ის მუქარა მე რამდენი მუქარა უნდა გააჟღერონ უკვე რა ვიცი ალბათ შეგვიძლია თითქმის ყოველთვიურად მივყვეთ რაღაცას ომის დაწყებიდან იქნება ეს ბირთვული მუქარა თუ ნატოს წინააღმდეგ თუ ევროკავშირის ინდივიდუალური ქვეყნების წინააღმდეგაც ქონდა რა თქმა უნდა მუქარა ცალკე პროპაგანდას და ცალკე პუტინის აპარატს მთლიანად რას ნიშნავს ეს მუქარები, ხო, არ ვიცით, საინტერესო იყო სხვათა შორის მარკ რუტეს განცხადება დღეს მინისტერიალის დაწყებამდე, როცა მან თქვა, რომ შეკითხვა იყო ასეთი, რომ როგორ აღიქვამთ პუტინის ამ მუქარას და მან თქვა, რომ პუტინის რაღაც განცხადებებზე ესე სათითაოდ ცალ-ცალკე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ხან როგორც ბეკა დასაწყისში თქვი, ხან თუ გიორგიმ თქვა ხან იმაში არა, ქვია სამხედრო ფორმაშია და ვითომ საბრძოლის ხაზია, მაგრამ სინამდვილეში ძალიან შორს იყო ამ ბრძოლის ხაზიდან, თუ ფრონტის ხაზიდან. და რუტემ ეს თქვა, რომ არ ვიცი, ვერ გავაკეთებ განცხადებებს, იმიტომ რომ ფაქტიურად მიუთითა იმაზე, რომ დადგმულია ეს ყველაფერი და ამ გათამაშებულ სცენარზე კომენტარს ნუმთხოვთო. ძალიან საინტერესო იყო ეს. ახლა ხო ყველაზე მეტად მაინც პუტინი განიცდის ვფიქრობ არა იმას, რომ იქ უკრაინელები აგრძელებენ თქვათ მის ენერგოსისტემის წინააღმდეგ თავდასხმების მიტანას. მისი ყველაზე დიდი გულის პუტინის ყველაზე დიდი საზრუნავი ახლა არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბელგია და ევროკავშირი მთლიანად გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით და ყველაფერი ჩემი აზრით მაინც არა ომის დამთავრებაზე ან რაღაცა ადამიანების ხოცვის შეჩერებაზეა მიმართული მისი მხრიდან. არამედ აი ამ ფულის დაცვაზე, რომ არ მოხდეს ამ ფულის, რა ვიცი, ჩამორთმევა თუ რაღაცა სახით, სესხის სახით უკრაინისთვის გადაცემა. მე ასე უყურებ ამას, რომ ამისკენ არის მიმართული ყველაფერი. რა ვიცი, კიდევ ერთხელ დეკემბრის თუ არ ვცდები თამარას უკეთესად ეცოდინება ეს, მაგრამ დეკემბრის თუ არ ვცდები 16-ში თუ 17-შია ჩანიშნული შეხვედრა, რომელზეც უნდა იქნას ეს საკითხი განხილული და პირი იმისკენ უჩანს საქმეს, რომ შესაძლებელია, რომ ბელგიის დაყოლება მოხდეს ამაში, ცალკე როგორც მერცი, ასევე, რა ვიცი, კაია კალასი, ფონ დერ ლაიენი, თითქმის ყველა გამოდის და ამბობს, რომ ბელგიას რაღაცა ფორმით უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიეცეს ეს იურიდიული დაცვის თუ ფინანსური დაცვის გარანტიები უნდა მიეცეს, რაც ჩემი აზრით ბლოკი უკვე მზად არის ამისთვის და ყველა ძალიან კარგად აცნობიერებს, რომ ტრამპის ესეთ ცვალებადი პოლიტიკა საბოლოო ჯამში მის ევროპის გრძელვადიან უსაფრთხოებას რისკებს უქმნის და ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროპა მიდის ნელა-ნელა იქეთკენ, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და უკრაინას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს. და დღეს სხვათა შორის რუტემ ისეც თქვა, რომ თანხების მობილიზება გრძელდება, იარაღის შესყიდვა გრძელდება უკრაინისთვის და ეს პროცესი არ გაჩერებულა, რაც ასევე ვფიქრობ მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, მით უმეტეს ამ პუტინის ამ მუქარის მერე გაჟღერებული, რა ვიცი.
ყოველთვიურად 1 მილიარდის მობილიზებისთვის უნდა ვიყოთ მზადო თუ არ მეშლება ესეთი ციტატა იყო რუტესგან. იცით რაზე მინდა გავაკეთო აქცენტი. რა იქნება ლოგიკური ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომ გადაწყვეტილებებში აი ამ პოლიტიკური, აი ამ დიპლომატიური პროცესის ფონზე. ანუ ვიტკოფის შეხვედრის შემდეგ რა ველოდებით, რა არის ლოგიკური, ანუ წნეხი ისევ ზელენსკიზე, დისტანცირება ტრამპის რაღაც დროით თუ რამე სხვა. დისტანცირება გვიწევს, სცენარის მიხედვით დისტანცირება გვიწევს. ხო, წინასწარი, არ ვიცი, ნახოთ, შესაძლოა გააჩნია რა გზავნილები ჩამოვიდნენ ვიტკოფი და კუშნერი. საინტერესო აქ ის იყო, რომ პირველად იყო კუშნერი ვიტკოფთან ერთად ჩასული მოსკოვში და ეს ალბათ რაღაცა მიზანი და დანიშნულება ჰქონდა. შეიძლება იმის გამო რომ რაღაცა უცხო თვალით დაკვირვებოდა სიტუაციას. ეს კუშნერი მოგეხსენებათ ტრამპის სიძეა, ესეც არ არის არანაირად ისე სისტემური ადამიანი, რომელიც რა ვიცი ჩართული იქნებოდა ამერიკის დიპლომატიურ ან ეროვნული უსაფრთხოების რაღაცა აპარატში, რომელსაც აპარატი გაუმაგრებდა ზოგს. საკმაოდ უცნაური, ეს თუ არ ვცდები მე 7 თუ მერვე შეხვედრა იყო ვიტკოფის პუტინთან და არ ვიცი, უნდა შევხედოთ და ვნახოთ ეს გზავნილები, რაც პუტინისგან გავიგეთ, სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი არ დათანხმდება იმ განახლებულ გეგმას, რომელიც ევროპელებმა შესთავაზეს, იმ 28 პუნქტიანი სანაცვლოდ და უბრალოდ ნიადაგს ამზადებენ იმისთვის, რომ ევროპას და უკრაინას გადაბრალდეს ის ყველაფერი, გადაბრალდეს ის, რომ ომი არ მთავრდება. ამაზე ტრამპის რეაქცია როგორ შეიძლება იყოს, შეიძლება ვნახოთ იგივე, რაც ვნახეთ აქამდე. და აქ არ უნდა დაგვაუწყდეს მარკო რუბიოს როლიც. ვფიქრობ, რომ აქ ეს მნიშვნელოვანია, რაღაცა ორი მიმართულებით მიდის ფაქტიურად ეს მოლაპარაკებები, კი ორივე დიპლომატიურია, ვთქვათ, იქ ვიტკოფის და კუშნერის მოსკოვში ჩასვლა და ასევე რუბიოს მხრიდან გამართული შეხვედრებით და მოლაპარაკებებით, მაგრამ საბოლოო ჯამში რაღაცა ერთმანეთის პარალელურად მიდის ეს ყველაფერი და თითქოს კვეთა არ არის. მაგრამ უნდა ვნახოთ მოხდება თუ არა, გამოიკვეთება თუ არა ის, რომ რუბიომ რაღაცნაირად ისევ წინაზეც ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე, რომ რუბიომ იქნება რაღაცა ჩარჩოში ნორმალიზებულ ჩარჩოში ჩასვას ისევ ეს პროცესი. თუ რუბიო მამაში წარმატებას მიაღწია, მაშინ სავარაუდოდ ნახავთ დაახლოებით არ ვიცი მსგავს განცხადებებს, რაც ნიუ-იორკში ტრამპისა და ზელენსკის შემდეგ ვნახეთ, რომ უკრაინას აქვს იმისი შანსი, რომ თქვათ დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი, დაიბრუნოს ტერიტორიები ასე შემდეგ. თუ მოსკოვისგან რაღაცა სხვა გზავნილები წავიდა და იმაზე უფრო მეგობრულადაა სიტუაცია, ვიდრე ამ მოსახედიდან ჩანს ზელენსკის ზეწოლის გაძლიერება ალბათ იქნება მოსალოდნელი, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდი სკანდალია კორუფციასთან დაკავშირებული ახლა უკრაინაში და ტრამპმა სხვათაშორის ამაზე ისეთი მინიშნებით გააკეთა, რომ სერიოზული თუ დიდი პრობლემები აქვს ახლა ზელენსკის ამ სკანდალის გამო და აი რაღაცნაირად მოხდება თუ არა აი ამების არევა ყველაფრის ერთად დიპლომატია ცალკე ვიტკოფი ცალკე როგორ რა იქნება არ ვიცით და ამას ალბათ კიდე ისიც დაემატება, რომ ძალიან თითქოს რაღაცა დუღილის მას ვაღწევთ ახლა ყველა მიმართულებით. ვენესუელაში საკმაოდ დაძაბულია ისევ ურთიერთობა თუ სიტუაცია ვენესუელასთან დაკავშირებით ეპსტინის ფაილებზე ასევე გვისაუბრია და გრძელდება ისევ ეს ვთქვათ ისე დიდი საერთაშორისო სიახლეების შესაძლო არ იყოს ის, მაგრამ შიდა პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია და ეს იმეილების გამოქვეყნება გრძელდება ამ სკანდალთან დაკავშირებით და ასევე ვენესუელასთან დაკავშირებით ვენესუელას უკავშირდება ასევე ომის მდივანის პიტ ჰექსეთის საკმაოდ დიდი რა ვიცი თავის ტკივილი ახლა რომელიც გამოუჩნდა იმის საფუძველზე რომ ერთ-ერთი პირველი რომელიც ააფეთქა ამერიკის საზღვაო ძალებმა მასში ვენესუელასთან ახლოს
რომელსაც სავარაუდოდ ნარკოტიკები გადაჰქონდა, 2 ადამიანი გადარჩა პირველი დარტყმის შემდეგ და გამომდინარე იქიდან რომ ჰექსეთს გაცემული ჰქონდა ბრძანება რომ მოკალით ყველა, ესეთი იყო ციტატა. ამის გამო მეთაურმა გადაწყვიტა რომ მეორადი დარტყმა განეხორციელებინა და ადამიანები რომლებიც არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენდნენ უკვე უბრალოდ ჩამოკიდებულები იყვნენ ამ განადგურებულ ნავზე, ამ ადამიანებს მეორადი დარტყმით მოახდინა ლიკვიდაცია, რაც შიდა პოლიტიკურად ძალიან დამაზიანებელი აღმოჩნდა ჰექსეთისთვის, ვნახოთ როგორ გადაატარებს ამას, მაგრამ ამ გრძლად იმიტომ მოვყევი ეს რომ საკმაოდ ღრმა სკანდალები და კრიზისებია ახლა რამდენიმე მიმართულებით შეერთებულ შტატებში და როგორ გამოიყენებს თუ არა ამ სკანდალებს უკრაინის თემას მაგალითად ადმინისტრაცია ამ სკანდალების გადასაფარად რომ კიდევ გადაგორდეს რამდენჯერმე ვნახეთ ჩვენ მსგავს სიტუაცია აი ამას უნდა დავალოდოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველა და სამწუხაროდ გათვლა ძალიან რთულია იმიტომ რომ ერთი რაც შეგვიძლია ამ ადმინისტრაციაზე ვთქვათ არის ის რომ აბსოლუტურად წარმოუდგენელია რამე პროგნოზის გაკეთება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით თან უკვე საკმარისი დრო გავიდა მას შემდეგ რაც გაჟონა ამ სატელეფონო საუბრება. რამდენად შეგვიძლია ვივაროთ ჩვენ ამაზე წინა ეპიზოდში საუბრობთ, თუმცა ახლა უკვე რაღაცები დაждდა და დაალაგდა. რამდენად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცოტა შეთქმულების თეორიაში კი შევდივარ, მაგრამ თვითონ რუსებმა გაჟონეს ეს იმისთვის რომ მესიჯი გაიგზავნათ ვიტკოფისთვის, მათ შორის ტრამპისთვის, რომ აი ჩვენ გვაქვს რაღაცა ტელეფონო ჩანაწერები და ჩვენ შეგვიძლია მათ შორის ამერიკის მედიაში გავჟონოთ ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ერთგვარი შანტაჟის იარაღი არის რუსების ხელში. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრაქტიკულად აი ეს აიწონა უკრაინასთან მიმართებაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკრაინის მხარეს იყო ეს პინა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტრამპი კი ვთქვათ ტომაჰაუკები არ მიცა, მაგრამ ვერბალურ დონეზე საკმაოდ ხარდაჭრა განცხადებებს აკეთებდა და აი ამის მერე რაღაცნაირად აყირავდა ეს ყველაფერი. ხო, ზარების გაჟონვა საინტერესოა ძალიან, იმიტომ რომ სხვათა შორის ვახსენებ ახლა Independence Avenue Medias და ინტერვიუებს, რომელსაც ჩვენ წერთ და ერთ-ერთი ბოლო რესპონდენტი, რომელიც არის თადარიგის ადმირალი, ძალიან ახლოს ჩართული როგორც ამერიკის, ვთქვათ, რა ვიცი, უსაფრთხოების სისტემებში, ასევე უკრაინასთან ძალიან ახლოს თანამშრომლობს. საინტერესო რაღაც თქვა ამ თემაზე, რომ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების თუ რა ვიცი, დაზვერვის ეროვნული უშიშროების სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანია რომელსაც არ მოსწონს ის, რომელიც არ ეთანხმება იმას, რასაც ტრამპი აკეთებს უკრაინასთან დაკავშირებით. ასევე, რა თქმა უნდა, უკრაინელების ინტერესებშიც იქნებოდა ის, რომ გაჟონილიყო ეს სატელეფონო ჩანაწერები და რუსეთისთვისაც შეიძლება რაღაცა არგუმენტების მონახვა, თუმცა მე უფრო მგონია, რომ რუსეთი ყველაზე ნაკლებად სავარაუდო იყო აქ, გამომდინარე იქიდან, რომ დისკრედიტაცია მოხდა ამ გაჟონვით ვიტკოფის და ვიტკოფი არის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საიმედო პარტნიორი და რატომ უნდა შტომოდათ მათ, ვთქვათ, ვიტკოფის დისკრედიტაცია. ასე რომ არ არის გამორიცხული რომ თვითონ შიგნით შეერთებული შტატებიდან ყოფილიყო ამისი გაჟონვა, ამას ყოველ შემთხვევაში საუბრობენ ამაზე ექსპერტები და ასევე უკრაინის მხრიდან მესამე ქვეყნის გავლით შესაძლოა ასევე ამაზეც არის საუბარი რომ ყოფილიყო ეს გაჟონვა. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არის კიდევ თვითონ ამ 28 პუნქტიანი გეგმის გაჟონვაც, ანუ აქ ფაქტიურად ორი რაღაცა გაიჟონა ძალიან ახლოს დროში ერთმანეთთან. 28 პუნქტიანი გეგმის გაჟონვაზე თითქმის ყველა ფიქრობს, რომ ეს იყო რუსების მიერ გაკეთებული და გამომდინარე იქიდან, რომ გაჟონვიდან ერთ დღეში, ანუ სანამ გაიჟონებოდა პარასკევს, ანუ ხუთშაბათს მოხდა ამის გაჟონვა, თუ ოთხშაბათს და პარასკევს ბესენს უნდა გამოეცხადებინა დამატებითი სანქციები რუსეთზე და რუსულ ენერგოკომპანიებზე.
ესე ყოველ შემთხვევაში ესე ვრცელდება ეს საჯაროდ მედიაში აქტიურად არ განიხილება ეს თემა, მაგრამ ექსპერტები ამბობენ ამას, რომ სანქციების პაკეტი იყო გამზადებული და ამ გეგმის გამოქვეყნება მოხდა იმისთვის, რომ არეულიყო ეს ბესენტის გეგმა, ბესენტი არის ეს ხაზინის მდივანი შეერთებული შტატების და ხაზინა უწესებს სანქციებს, ხაზინის პრეროგატივაა სანქციების დაწესება საბოლოო ჯამში. ანუ ეს ვერსიაც არსებობს. ვინ რას ჟონავს რა მიზნით, არ ვიცი. რაღაცა მომენტში იმედია გავიგებთ და რადგან სანქციები ახსენე, ბოლო კითხვა მექნება შენთან აი მაგ სანქციების შესახებ. მინიმუმ როგორ ფიქრობ პუტინმა ახლა ეგ გამოივაჭრა ამ პროცესით, რომ სანქციები. დროებით ალბათ კი, ალბათ დროებით რაღაცა დროში გადაიდო ამ სანქციების გამოცხადება, თუმცა ერთხელ როცა ამუშავდება ეს პროცესი, მე როგორც წესი ძალიან ძნელია მის შეჩერება, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკის მთელ ეს არ არის მხოლოდ რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ შეერთებული შტატების, რა ვიცი, ხაზინა ამერიკის კანონმდებლობის ჩართულობით აკეთებს ამას. ანუ თუ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ვიღაცას აქვს კანონდარღვევა და ამერიკის კანონებს არ ღვევს და ამის გამო წესდება სანქციები, მაშინ ძნელი იქნება ამის უკან წაღება, იმიტომ რომ უკვე დადასტურებულია. თუ არ არის ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხო, და არ ვიცი, შეიძლება ტრამპი კიდევ ერთხელ ინახავს რაღაცა კარტებზე საუბარი უყარს ხოლმე და შესაძლოა რაღაცა კარტებს ინახავს თავისთვის და თქვათ რაღაცა გზავნილები მიდის რუსეთთან, რომ ჯერ ისევ გვაქვს იმისი მექანიზმი და საშუალება, რომ ძალიან გატკინოთ და ამიტომ ჯობია რომ დათანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტას ან სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ან პირიქით შეიძლება საერთოდაც არა აქვთ და რუსეთი აბსოლუტურად იმუნურია ყველაფრის მიმართ, რის გაკეთებაც ტრამპს სურს. ან მაქსიმუმის გაკეთება რაც სურს რუსეთს შეიძლება ის არ აწუხებდეს, მაგრამ აი ეს 300 მილიარდი დოლარის საქმე ნამდვილად აწუხებს და ალბათ ეს გახდება უფრო მეტად რა ვიცი, რუსეთისთვის მტკივნეული ვიდრე ნებისმიერი სანქცია, რომელსაც შეერთებული შტატები დაუწესებს. აი ამ საყოველთაო გაჟონვების ფონს იყენებს ვლადიმერ პუტინი რაღაცა ნისლის ფარდად იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს რაღაცა ძალიან ძლევამოსილ ფიგურად და მისი მორიგი მუქარები არის აბსოლუტურად ტყუილი. ხო, საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია უშუალოდ ბრძოლის ველზე, როგორ განვითარდება პროცესები. ხო, სანამ ეს მოლაპარაკებები მიდის, საბოლოო ჯამში ვიცით, რომ მოლაპარაკებები დასრულდება, მაგრამ ყველაფერი გადაწყდება მაინც ხმელეთზე. ხო, ანუ იქ სადღაც დაისმევა წერტილი, სადღაც უნდა გაჩერდეს ეს პროცესი. ჯერჯერობით ძალიან სისხლიანი შეტაკებები არის ფრონტის მთელ პერიმეტრზე. რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფრით სარგებლობს რუსეთის ფედერაცია და კონკრეტულად ვლადიმერ პუტინი და განსაკუთრებულად სანქციებს სარგებლობს იმ თემით, რაზეც ჩვენ წინა პოდკასტშიც ვისაუბრეთ, ეს არის კორუფციული სკანდალი უკრაინაში, ერმაკის გადაწყვეტილება, რომ წავიდეს მაჯართან ფრონტის ხაზზე, ამით თითქოს ემალება რაღაცა მართლმსაჯულებას, თითქოს ან მეორე ვარიანტი, რომ პირიქით ის ხელში იღებს იარაღს და იბრძვის თავისი ღირსებისთვის და ასე შემდეგ. ხო, თითქოს ჩაცხრა ეგ ამბავი, მაგრამ მაინც აქტიურად ეს ამბავი ვერ ჩაცხრება, ეხლა აქ უბრალოდ დაიკლო ტემპერატურა. აი ამ ინფორმაციული გაჟონვების ფონზე ძალიან ესეთი კარგი ფრაზაა, ძალიან მომეწონა. მიდის აი ამ სარგებლების მოძიება ძალიან აქტიურად, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის მხრიდან და მისი ეს ნარატივი კუნთებზე დახედვა და ამ კუნთების თამაში, რომ ის მზად არის ევროპასთან ომის, სინამდვილეში არის უბრალოდ ბლეფი და მეტი არაფერი. იმიტომ რომ რეალურად რითიც დაიწყო რუსეთის ფედერაციამ ომი უკრაინის წინააღმდეგ, ის წინ ვერ წავიდა 2014 წლის მონაცემებითაც კი ვერ არის წინ წასული, ხო? ანუ ზუსტად იმ 20%-ზე არის საუბარი, რა პროცენტზე. დღესაც იტყუებიან რეალურად, ხო? ანუ პოკროვსკიც არ აუღიათ ბოლომდე და იქ რაღაცებს ხა ბოლო მითითებებს რაც იძლეოდა პუტინი, თითქოს რაღაც ახალ განკარგულებებს გასცემდა, ბუფერული ზონები უნდა გავაკეთოთ ჩრდილოეთი და სამხრეთი. მაგ ბუფერულ ზონებზე მთელი საზაფხულო კამპანიის დროს ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან მარტივად არის საქმე რა. ნოემბრის თვეში 525 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია შეძლო რუსეთმა. ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე შეძლო ოქტომბერში, მაგრამ 6000 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა მხოლოდ ნოემბერში. რაც ნიშნავს, რომ დღეში დაახლოებით 200 საბრძოლო შეტაკებაზე არის საუბარი. 30060 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა ამ ერთ თვეში რუსეთმა.
ხო? აქ იგულისხმება როგორც გარდაცვლილები, დაჭრილები, დაშავებულები უკრაინის გენშტაბის მონაცემებით. რომ ავიღოთ თანაფარდობით 1-3-თან, როგორც შემტევი და დამცველი ითვლება ხოლმე, გამოდის, რომ უკრაინამ ამ ანგარიშით 10,000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ანუ რაღაც 40,000 ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეწირა პუტინმა თავის აკვიატებას და სულ რაღაც 525 კვადრატული კილომეტრისთვის. და ეს ეხა მთელ ფრონტზე რო გადავჭიმოთ, მივხვდებით რა მიზერია, ხო? პოკროვსკი არის რუსთავის ნახევარი სიდიდით. და ოქტომბრის ბოლოს შეჟონეს სერიოზულად. მთელი ნოემბერი გავიდა, 3ჯერ მინიმუმ 4ჯერ ალბათ გენშტაბმა რუსეთის გამოაცხადა, რომ პოკროვსკი აიღო, თუ კი ერთხელ აიღო, მე დანარჩენი 3 აღება რაღაც იგიჟე იყო. თუმცა რეალობა ველზე არის ის, რომ პოკროვსკი ვერ აიღეს ჯერ, კი უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, კი მირნოჰრადის მიმართულებით რაღაც ყელი იკვრება და იქ თითქოს ალყაში ექცევიან უკრაინელები, თუმცა ფაქტობრივი მოცემულობა ეს არის, რომ 40 დღეზე მეტია ვერ აიღეს რუსთავის ნახევარი ქალაქი, ხო? და შეწირეს 40,000 ადამიანი. დაახლოებით 40 დღეზე თითქმის 4 წელია. ხო, არა, ნუ ეგ თავისთავად უბრალოდ ამ კონკრეტულ ქალაქზე რადგან ეხლა რაღაც ის არის გახურებული. კიდევ ერთი ძალიან ისეთი დეტალი, რომელიც მინდა რომ ჩვენმა მაყურებელმა მოისმინოს, არ დაგვაუწყდეს, რომ 2022 წლის 24 თებერვლისთვის რუსეთის ფედერაციამ გადაისროლა უკრაინის წინააღმდეგ მისი ყველაზე საუკეთესო ქვედანაყოფები, საუკეთესო შენაერთები, რომლებიც პრაქტიკულად 2 თვე ნახევარში 3 თვეში განადგურდა, ხო? ანუ იგულისხმება ჰოსტომელის აეროპორტი, იგულისხმება ირპინი, იგულისხმება ბუჩა, იგულისხმება ყველა ის ძირითადი მიმართულება, ეს არის ჩრდილო აღმოსავლეთი უკრაინის და ჩრდილო დასავლეთი, ხო? ანუ ძირითადად ეს მიმართულებები, იმიტომ რომ სამხრეთიდან პრაქტიკულად იარაღის გასროლის გარეშე აიღეს, ხო? ანუ თუ არ ჩავთვლით ხა ხო, მარიუპოლს. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის და რუსეთმა გამოიყენა, უბრალოდ ის ცდილობს გამოიყენოს დრო იმისათვის, რომ აღიდგინოს ძალები, იმიტომ რომ გაგახსენებთ, რომ კვალიფიციური ოფიცერის მომზადება სჭირდება დაახლოებით 5 წელი, ხო? ეს საუბარი არის ტანკისტზე, ცოტა მეტი წელი სჭირდება მფრინავს, სამხედრო მფრინავს, ცოტა მეტი წელი სჭირდება, ცოტა ნაკლები სჭირდება артиლერისტს, ცოტა ნაკლები სჭირდება შემტევს, თუმცა იქ სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფები სჭირდება 5+ წელი და ასე შემდეგ და ეს ომი სულ რაღაც 2022-ში დაიწყო, ხო? ანუ მე-4 წელია, ჯერ ის სრული 5 წელი არ გასულა. ანუ ძალების აღდგენა და ოფიცერთა შემადგენლობა არ არის იმ დონეზე მიღწეული, იმ დონეზე ასული, რომ რაღაცა სერიოზული რამ და სერიოზული ნაბიჯი გადგეს. სწორედ ამიტომ არის პუტინის ყველა განცხადება ბლეფი, რომ ის რაღაცა ევროპას ან შეერთებულ შტატებს დაუპირისპირდება და ასე შემდეგ, ხო? მას ფიზიკურად არ გააჩნია ეს რესურსი ამ დროისათვის, რა თქმა უნდა, ცდილობს ამის დაგროვებას. და თუ კი დავაკვირდებით ტაქტიკას, როგორ მიმდინარეობს ტაქტიკურად ეს ყველაფერი, ხო? ნატო ეძახიან ხორცსაკებ მანქანას, ხო? იმიტომ რომ იქ მიდის მართლა ხორცსაკებ მანქანაში, ვინც გაძვრება, ის გადარჩება. ერთ ადამიანზე მოდის დაახლოებით 5 დრონი, თუნდაც პოკროვსკის მიმართულებაზე და პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ ვიღაცა გადარჩეს. აი მართლა რა ვიცი, ვის უნდა უყვარდეს ის ესე ძალიან, რომ 5 დრონმა ააცილოს. თუმცა ესეთ სასწაულებიც ხდება. კაი, ამ აკადემია დავემშვიდობოთ და ევროპაში გადავინაცვლოთ. მე მგონი, ეხლა მთავარი წნეხი მანდ არის ყოველ შემთხვევაში რუსეთი ცდილობს. მადლობა იანა ხონდის. კიდე გამარჯობა. მოკლედ ბრიუსელი მინისტერიალი იყო დღეს, ბელგიის სახით ახსენა. ბელგიის ბრიუსელზე კონცენტრირდეთ. როდის ფული როდის დაიდება? გითხარი, როდის დადებთ ფულს? მეგობრებო, ცოტა ხმაურით შემოვედი. რა მნიშვნელოვანს უკრავენ ეს აჩვენებს, რომ ბრიუსელში სიცოცხლე ჩქეებს და ბრიუსელს არ ძინავს, რაც გვიხარია. კი, წლის ბოლო არის ფაქტიურად, პოლიტიკური წლის ბოლო არის და თუ ფულზე ვისაუბრებთ, სწორედ წლის ბოლო 3 წელზე
უნდა გაიტანონ დღის წესრიგში სწორედ უკრაინისთვის აი ამ ფულის გადაცემის საკითხი და დღეს ევროკომისიამ კონკრეტულად ურსულა ფონ დერ ლაიენმა საკანონმდებლო წინადადებით მიმართა საბჭოს და ამ საკანონმდებლო წინადადების პაკეტში არის ჩადებული ზუსტად უკრაინის ეს 140 მილიარდი ევრო, რომელიც იგულისხმება სარეპარაციო კრედიტი, მე მგონი ძალიან ცუდად ისმის. არა, გვესმის ლაპარაკი. შენი ხმა თამარ ყოველთვის კარგად ისმის. ეგ უპირატესობა გაქვს. და სადაც იქნება წარდგენილი ეს საკანონმდებლო წინადადება, ჩვენ წინაზეც ვისაუბრეთ, რომ ბელგია ყველაზე უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ რადგან ეს ფული უმეტესი მისი ნაწილი მობილიზებული არის სწორედ ბელგიის სამეფოში, ბელგიის პრემიერ-მინისტრს აქვს ერთგვარი შიშები, რომ როდესაც უკვე მშვიდობა დაისადგურებს და ნორმალურ ვითარებაში გადავა ურთიერთობები, მაშინ თუ კი რუსეთი მოითხოვს თქვათ ამ ფულს, გარანტორი ვინ იქნება და როგორ იქნება ბელგია დაცული ამ ვითარებისგან. ამიტომაც სხვადასხვა საუბრები იყო ამ საკითხთან მიმართებაში და ამჯერად ეხლა ასეთი ფორმა მისცეს საკანონმდებლო წინადადების. ნახოთ წლის ბოლო სამიტზე ძალიან დიდი სურვილია პოლიტიკურად, ძალიან დიდი იმპულსი არის და სურთ როგორც ევროკომისიის პრეზიდენტს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, რომ მოხდეს შეთანხმება ამ საკითხზე. ყოველ შემთხვევაში მსჯელობა ნამდვილად იქნება და ნახოთ როგორ დასრულდება და შეძლებს თუ არა ევროკავშირი ერთიანობის ჩვენებას ამ საკითხთან მიმართებითაც და თუ იქნება მიღებული პოზიტიური გადაწყვეტილება, წინასწარ საუბარი არ იქნება ეხმარებული, იმიტომ ერთი კითხვა მაქვს, მოკლედ, ხო, ერთი რაც უნდა შევახსენო მაყურებელს არის ის, რომ ნორვეგიას ჰქონდა ინიციატივა, ხომ არ მეშლება, ნორვეგია იყო, რომელმაც თქვა, რომ 100 მილიარდს გამოვალო სუვერენული ფონდიდან იმისთვის, რომ ამ სწორედ იმ რისკების გადაზღვა მოხდეს, რაც ახლა ახსენა თამარმა, რომ თუ იქნება დავა, ამას გადააზღვის ნორვეგია. მეორე საკითხი რაც მინდა შემოვიტანო, როგორც ითქვა, გაიჟღერა იმან, რომ ხო, სხვა ქვეყნებიც გახდნენ გარანტორები ამ პროცესში და არ იყოს მხოლოდ ბელგია. ამ შემთხვევაში ვინ შეიძლება იყოს ხელი შემშლელი? რა ბერკეტები აქვთ იგივე ორბანს, ფიცოს და ვინმე მსგავს. ხო, ბეკა, მე მგონი აი ნახე, მე რასაც ვაკვირდები პროცესს, ჯერ ამ ავანსცენაზე არ გამოსულა ორბანი და ფიცო. შეიძლება ბოლო, როგორც ტრამპს უყვარს თქმა, ბოლო კოზირად გამოიყენოს, თქვათ, რუსეთმა, იმიტომ რომ როგორც თქვენ ადევნეთ თვალყური, პირადად პუტინიც გამოეხმაურა ამ ფულის საკითხს და სწორედ მუქარა ამ ხრივ იყო ევროპის მიმართულებით, ამიტომ ჯერჯერობით არ ვიცით რა პოზიცია ექნება უნგრეთს და თქვათ სლოვაკეთს, ჯერ გადავა ეს შეფუთული, ანუ საკანონმდებლო წინადადება, 5 კანონ პროექტია ამ წინადადებაში, გაიტანენ ამას საბჭოს ხდომაზე, რომელსაც ლიდერები ესწრებიან და ნახოთ იქ როგორ განვითარდება მოვლენები. შენ უკვე აღნიშნე, რომ ნორვეგია გამოდიოდა ინიციატორად, რომ ის ჩაუდგება გარანტიაში. მომენტი იყო, როდესაც თითქმის დათანხმდა ბელგია და იყო პოზიტიური გზავნილები და კაია კალასმაც გააკეთა განცხადება, რომ აი ამ საბჭოზე, ანუ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე უფრო ესეთ მტკიცებით ფორმაში თქვა ბრიფინგზე, რომ ანუ არ დასრულდება ეს სამიტიო, თუ კი არ მივიღებთ გადაწყვეტილებასო, მაგრამ ამ პუტინის განცხადების შემდეგ აი ისევ აქტიური გახდა ბრიუსელის მხრიდან აი ეს საფრთხეებზე საუბარი, ეჭქვეშ დაყენება და სწორედ ამ ხრივ არგუმენტებიც იყო, რომ თქვათ რაღაცნაირად საკანონმდებლო ბაზაც სჭირდებოდა. ასე რომ ჯერჯერობით მუშაობის პროცესია ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის, რომ მოხერხდეს ამ თანხების მობილიზება, იმიტომ რომ ეს პრინციპში ყველაზე მარტივი გზაც არის ალბათ და ასევე
ყველაზე მართებული გზაც არის, რადგანაც ფული უნდა გადაიხადოს აგრესორმა. ალბათ ეს არის მორალურადაც გამართლებული. კი ბატონო, კარგი. აქ ერთი გადასვლასავით მინდა გავაკეთო. წარმოვიდგინეთ, რამდენად უჭირს დასავლურ ცივილიზაციას აშკარა ომის დამნაშავის ფულის აღება და მსხვერპლისთვის მიცემა და ამ ფონზე ჩვენს პერსონალურ და პირად ავტოკრატს რომ გონია, რომ Deep State-მა ესე ერთი ცითის დაწკაპნებით შვეიცარიის ბანკიდან სპეციალურად იმიტომ გააქრო ფული, რომ მის წინააღმდეგ ებრძოლოთ და ის ჩაეთრიათ ომში, რამხელა აბსურდად ჩანს. აი ამ ჭრილში რო შევხედოთ, ხო? ერთის მხრივ ყავს აშკარა ომის დამნაშავე, ჰააგის მიერ ძებნილი რაღაცა დიქტატორი, სისხლიანი პუტინი და ამის ფული, რომელიც აკუმულირებული არის ევროპაში და მეორეს მხრივ ყავს, რავი, ის პუტინთან შედარებით ისე რა ავტოკრატი პატარა რაღაც საქართველოში, რომელიც ამტკიცებს, რომ Deep State-მა მას ფული წაართვა, იმიტომ რომ ომში არ ჩაერთო. ეს 2008-დან არის. და 2008-დან გათვალა ოღონდ რომ 2022-ში რომ პუტინი უკრაინაში შეიჭრებოდა, მაშინ საქართველოს მოთხოვდნენ რომ ჩართულიყო და არ ჩაერთვებოდა, და მოკლედ აი ამ რაღაცა აბსურდში ვარ და აი ამ აბსურდ განხილვით მე მგონი მივადექით ჩვენთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს, როგორც გაირკვა წამლავდნენ პირდაპირ მნიშვნელობით. ნუ ჯერ ამას ასე ვთქვათ ოფიციალური გამოძიება და დამტკიცება კი სჭირდება, მაგრამ მე არ მაქვს საბაბი ვიფიქრო, რომ ის არგუმენტები, რაც მოყვანილია ამ ფილმში, და ერთის ქვეშ დავაყენო. ვიდრე მაგაზე გადავალთ, პატარა რეპლიკა მინდა და გამეკეთებინა ფულის ამბავზე და ანუ პრინციპში კითხვაც მაქვს თამართან ძალიან მოკლე. პუტინის ბოლო განცხადებები მუქარები, რამდენად შეიძლება იყოს პირიქით სტიმულის მიმცემი ევროპელებისთვის, აი ეს გამოფხიზლება ხო მათ სულ ჭირდებათ ხოლმე და რა ვიცი აბა, რას ფიქრობ? ნუ ევროპელებს ახლა პუტინის მუქარა და განცხადებები აღარ უყვირთ. ჩემთვის ისიც საჩვენებელი იყო, რომ პუტინმა თქვა და რუსულმა მხარემ, რომ ევროპამ თვითონ გაიყვანა თავი ამ მოლაპარაკებებიდანო, იგულისხმებოდა უკრაინის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, თუმცა ბრიუსელში, როგორც ევროკავშირში, ისე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ძალიან ღიად თქვეს, რომ არ იქნება ნატოს გარეშე ნატოს საკითხები გადაწყვეტილი, არ იქნება ევროკავშირის გარეშე ევროკავშირის საკითხები გადაწყვეტილი და აქტიურად არიან ჩაბმული და რაც შეეხება თქვა შეშინებას ევროკავშირის, ჩვენ არაერთხელ ჩვენს ეპიზოდებში გვისაუბრია, რომ შეშინებაზე არა, უბრალოდ ალბათ რეალობის უკეთ აღქმაზე აქ საუბარი და იმ საფრთხის აღქმაზე, რაც რუსეთიდან მოდის და თუნდაც ის გაზრდილი ბიუჯეტები, საერთოდ პოლიტიკის, თავდაცვის პოლიტიკის გადახედვა და ევროკავშირის და მისი ცალკეული წევრი ქვეყნების აბსოლუტურად სხვა სახის პოლიტიკაზე გადასვლა ნიშნავს, რომ ისინი ძალიან ობიექტურად და რეალისტურად აფასებენ სწორედ რუსეთიდან წამოსულ საფრთხეს და პუტინის ეს განცხადება უბრალოდ მორიგჯერზე არის მათთვის მტკიცებულება, რომ ამ ქვეყნისგან არც ნამდვილად არაფერს არ უნდა ელოდონ. და მეორეს მხრივ შიდა აუდიტორიისთვის და პრორუსულად განწყობილი აუდიტორიისთვის არის კიდევ ერთი საფუძველი, რომ თქვან, რომ იცით რა, აი რუსეთი უძლებელია და ეს ხდება სწორედ საქართველოში. ისევ საქართველოზე დავბრუნდი ახლა ვცდილობ რომ უკან წამოვიდეთ ჩვენს აუდიტორიასთან, ვინ როგორ რეაგირებს. წამოვიდეთ ამ თემაზე, რომელიც რატომ წამოიწყო ახლა. ეუბნებიან რომ წამლავდნენ, მაგრამ ხალხი მაინც აღტკინებულია იმაზე, რომ არავინ არ წამლავდა და ის არის დასაჭრელი, ვინც ამას ამბობს. ანუ აი ესეთი მოცემულობა გვაქვს სამწუხაროდ. ჩემთვის მთელი საოცრება დღეს ჯერ კიდევ არის ეს, რომ ჯიუტად იმეორებენ, რომ თურმე კითხვის ნიშნი, აი დაუშვათ და 100%-იანი სიმართლე არ არის. მინიმუმ ეს საკითხი ხო ბადებს იმის საფუძველს, რომ გამოიძიონ, ანუ ადეკვატურ სიტუაციაში ადამიანს ხომ უნდა გაუჩნდეს კითხვა, რომ რადგან საკითხი დაისვა, რადგან კითხვა დაისვა, ხომ არ აჯობებს რომ გამოიძიონ რა მოხდა რეალურად. მინიმუმ ეს კითხვა ხომ უნდა იყოს დასმული.
აქ ლაპარაკი აღარ არის გომელაურის და გეკას გადალაპარაკებაზე, მოქმედი თუ ყოფილი შესამინისტრია მართალი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მაგ ხალხის გადმოსახედიდან ლაპარაკობ რა. თვითონ კობახიძემ დღეს ბრიფინგზე თქვა, რომ ამ კოდის ქვეშ მყოფი ერთ-ერთი ნივთიერება გაიხსნა წყალში. საერთაშორისო ექსპერტები გვიმტკიცებენ, რომ ამ კოდის ქვეშ ყველა ნივთიერება არის აკრძალული და სახიფათო. კობახიძე გვიმტკიცებს, რომ არა, ზოგიერთი ნივთიერება ამ კოდის ქვეშ არ არის აკრძალული. სახიფათო რო არის, ეგ არ უთქვამს, აკრძალული რო არის, ეგ თქვა. შესაბამისად, მე არ მესმის ადამიანის, რომელსაც არ სურს, რომ ობიექტურმა გამომძიებელმა გამოიძიოს რა მოხდა. იმიტომ რომ კაი დემონსტრანტებს თავი დავანებოთ. ისინი რაღაცა თავისი ნებით იყვნენ იქ და აქტიურ იქ ხალხი ცხოვრობს. კი, მეორე რომელიც არაფერ შუაში არ არის შესაძლოა ამ როგორ არ არის შუაში, მაგრამ ანუ პირდაპირ მნიშვნელობით რა ამ დემონსტრაციაზე ის ხალხი არ ყოფილა. და ჩვენ ყველას გვახსოვს რომ ისეთი ჭარბი რაოდენობით იყო გამოყენებული იმ დღეს კაფსულები, რომ 2-3 დღე უბრალოდ სუნი არ გადიოდა. და რომ მიდიოდი რუსთაველზე ავტომატურად თვალები გეწოდა. იქ არის სკოლაც. სკოლა ძალიან ბევრი ბავშვი სწავლობს. და თვითონ კაცო ის არის რა ქვია, პარლამენტია იქ თვითონ არ დადიოდნენ. თვითონაც ხო იქ არის. ანუ აქ ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ზოგადად, ძალიან მარტივი არის რაღაცა ეჭვი შეიტანო რაღაცაში, ხო? მაგრამ მოდით რაღაცა ქრონოლოგია კი არა, უბრალოდ ფაქტი ვთქვათ, ხო? ფაქტი რა იყო? ფაქტი იყო ერთი, რომ შარშან 28 ნოემბერს გააკეთა განცხადება ირაკლი კობახიძემ, რომ ის აჩერებს ურთიერთობას ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან, ანუ დასავლურ ინტეგრაციას აჩერებს, ხო? რამდენიმე დღის შემდეგ იგივე BBC-ს კორესპონდენტი ეკითხება კობახიძეს პრესკონფერენციაზე და ის ადანაშაულებს BBC-ს, რომ ეს არ არის, თუმცა მე რა თქმა უნდა, ყველაფერი არის საწინააღმდეგო. ხალხი გამოვიდა, მივიღეთ მზია ამაღლობელი ციხეში, რომელიც დილეგში არის ჩასმული და პრაქტიკულად ბრმა არის, მივიღეთ ალეკო ელისაშვილი, რომელსაც აქ ბრალდება ტერორიზმის მუხლით, რაც უბრალოდ წარმოუდგენელი ამბავი არის, დეფინიცია ტერორიზმის საერთოდ სხვა საკითხი არის და ამაზე ყველა შეთანხმებული არ არის. მივიღეთ უამრავი დასახიჩრებული ადამიანი, მათ შორის ჩვენი კოლეგები, არ დაგავიწყდეთ თამარ ჩიხლაძეს დღის საღამოს ერთ-ერთ ქუჩაზე უბრალოდ კისერს უგრიხავდნენ, ხო? მაკა ჩიხლაძეს, ხო? ბოდიში, უამრავი სანდრო ქეშელაშვილი ყველაფერი ჩაუტეხეს და უამრავი ჩვენი კოლეგა ხო დაასახიჩრეს. კოლეგებს რო თავი დავანებოთ, უამრავი ჩვენი თანამოქალაქე უბრალოდ მოკლეს ცემაში და ეს გაზის კამერები შექმნეს. ადამიანი კომაში იყო რამდენიმე. პრაქტიკულად გაზის კამერები შექმნეს, ხო? როდესაც მიკროავტობუსებში შეყავდათ, ცემდნენ და უგდებდნენ აი ამ რაღაცა გაზის კაფსულებს, ხო? და მეორე კი არა, ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც გავიგეთ BBC-ს ფილმისგან, რომ აი ეს კოდით UN 34-39, აი აქ ჩამოთვლილი ნივთიერებები არის ყველა ძალიან საშიში და არ დაგვაუწყდეს, რომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიო პანდემია იყო კოვიდის და ჯერ კიდე არ ვიცით კოვიდმა როგორ იმოქმედა ჩვენს ჯანმრთელობაზე და ეს ყველაფერი კორელაციაში როგორ იქნება ასახული. კოვიდმა კი არა, ვაქცინებმა როგორ იმოქმედა, იმაზე მიდის მსჯელობა. ანუ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომელიც ეხება ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობას. მათ სიცოცხლეს ეხება ეს და მათ სიცოცხლეზე არის საუბარი. მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ შეხედულებას ან რელიგიურს, ანუ ასე შემდეგ, ხო? აქ ეხება შენი მოქალაქის ფიზიკურ ჯანმრთელობას და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ შენ თუ არ იცავ შენი მოქალაქის ფიზიკურ ჯანმრთელობას და მის უსაფრთხოებას, მაშინ რას იცავ საერთოდ? რა გინდა საერთოდ მაშინ? რისთვის გინდა ეს ყველაფერი თუ კი შენი მოქალაქის სიცოცხლე არ გჭირდება? პატარა ჩაჭრა მინდა გავაკეთო და ისევ ყურადღება გავამახვილო მედიაზე. ძალიან მაბრაზებს, რა ვიცი მე რამდენად, მაგრამ ჩვენი ბრჭყალებში კოლეგების მუშაობა რა. ანუ რასაც ხედავთ ახლა თამარ ბოლო 2 დღეა ხო ეს ამბავია რომ აიღეს კვლევა რომელიც საქართველოში ჩატარდა და მიდის ამ ხალხის გაშავება ვინც ეს კვლევა ჩაატარა. და უბრალოდ აი ვინმე თუ გვიყურებს ახლა ვინც
არ გვეთანხმება რაღაცეებში, ის ხალხი მინდა ძალიან მარტივი მაგალითით დავაფიქრო. ანუ დაავადება პირობითად სიმსივნე დიაგნოზი დასვა ვიღაცა მთავარმა ექიმმა და ედავებიან სისხლის ანალიზი ვინც აიღო იმ ექთანს რომ შენ რომ მან სისხლის ანალიზი აიღე იპოვე თუ არა სიმსივნის კვალი. აი დაახლოებით ეგეთი რაღაცაა. ეს ხალხი ამბობს რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ჩვენ დავადგინეთ ადამიანებს რა ჭირდათ, რა ცვლილებები იყო გამოხატული და მივაწოდეთ ამის შესახებ ინფორმაცია ამ სიუჟეტის თუ ფილმის ავტორს. ამაშია ამბავი და ამ ხალხს თხოვენ, მთელი მედია მანქანა ჩართული არის, ახლა მომართული არის იმაზე, რომ ამ ხალხს გააკეთოს აღიარება 100%-ით იცოდნენ თუ არა, რომ რეალურად ის მომწამლელი ნივთიერება იყო გამოყენებული, რომელსაც ასახელებს BBC. სხვა წყაროებზე დაყრდნობით, სხვა დოკუმენტებზე დაყრდნობით, მათ შორის იმ კოდებზე და შტრიხ-კოდებზე, რაც უკვე გიორგი მახსენა, რომ იქ არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ყველა მათგანი არის მომწამლელი და უფრო მეტად მომწამლელებიც კი, ვიდრე დასახელებული, რა ქვია ამას, კამიტი, ხო? ო, ამას ქვია ბრომობენზილ ციანი. ხო, ანუ უბრალოდ დააკვირდით ხალხო ამ პროპაგანდის სქემას, როგორ მუშაობს, რაზე აკეთებენ, რაზე გადააქვთ თქვენი ყურადღება, რაზე ცდილობენ რომ აქცენტი გააკეთონ და რას ფარავენ აი ამ ყველაფრით. აი ამის თქმა მინდოდა მხოლოდ ამ ეტაპზე. მე მაინტერესებს თამართან მაქვს ეს კითხვა, რომ თამარ რა გამოხმაურება ქონდა ბრიუსელში ამ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნებოდა რაღაცა ერთგვაროვანი კი არა და ესეთი პოზიტიური გამოხმაურებები ხო და კომენტარები ამ ყველაფერზე. მოდი დავიწყოთ კომისიით, ესე იგი მომეცა საშუალება კომისიაში დამესვა შეკითხვა და ესეთი ფორმულირება კომისიას, რომ ელოდება გამჭირვალე და დამოუკიდებელ გამოძიებას ამ საკითხთან დაკავშირებით და ძალიან შეშფოთებული არიან, რადგანაც BBC ყველასთვის საკმაოდ სანდო მედია საშუალება არის. დღეს აქ სწორედ ევროპარლამენტში ასევე ვესაუბრე ევროპელ კანონმდებლებს და პირდაპირ ესეთ სიტყვებს იყენებენ, რომ შოკში ვიყავით მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებისგან პრინციპში ყველაფერს ველოდითო, თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ფრთხილი არიან, იმიტომ რომ მაინც ასეთი სახის თემები საჭიროებს ალბათ მტკიცებულებებს და ამიტომაც ცდილობენ კიდევ მეტად გაერკვნენ ამ საკითხში, მოიძიონ მეტი ინფორმაცია, რაც შეეხება პარლამენტს. ჩემი ინფორმაციით ის ევროდეპუტატები, ვინც საქართველოს საკითხზე მუშაობენ, ახლა სწორედ ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ თემაზე და დეკემბერში პლენარული სხდომა იქნება სტრასბურგში, სადაც ასევე გაიმართება სახაროვის პრემიის დაჯილდოვება. თქვენ კარგად იცით, რომ მზია ამაღლობელი არის გამარჯვებული და რასა იუკნევიჩიანემ, რომელიც საქართველოს საკითხზეა მომხსენებელი, ესეთი სურვილი გამოთქვა, რომ თუ კი მეტი ინფორმაცია ექნება მას ამასთან დაკავშირებით, თქვათ რაღაცა განცხადებები უკვე პლენარულ სხდომაზეც გაკეთდეს და ისევ არის მოწოდებები განსაკუთრებით წევრი ქვეყნების მიმართ, რომ დაიწყონ ამ წევრმა ქვეყნებმა სერიოზული სანქციები ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ, არა მხოლოდ გადაადგილებაზე სანქციები, არამედ უფრო ძლიერი, რაც შეეხება, თქვათ, სხვა სახის აკრძალვებს ევროკავშირის ტერიტორიაზე. ნახოთ, ჩემი აზრითაც არ მგონია, ეს თემა ჩემი აზრით უფრო მეტად და მეტად გახდება აქაც აქტუალური, იმიტომ რომ ძალიან წარმოუდგენელი თემა არის მართლაც ევროკავშირისთვის, რომ ხელისუფლებამ ადამიანები შეიძლება დაწამლოს იმისთვის, რომ მათ
ქუჩაში უნდათ გამოსვლა, პროტესტი და დაფიქსირება საკუთარი პოზიციის. რამისთვის როგორ უნდა წამოვა საერთოდ კაცო, ანუ რამისთვის როგორ უნდა, ანუ ბატონო. იცი რა მინდა აი დავიმახსოვროთ ხალხო, რა ვიცი, მაყურებელს მოვუწოდებ თუნდაც და ჩვენთვისაც ვამბობ რა, აი დავიმახსოვროთ ეს ამბავი და პატარა პარალელი მინდა გავაკეთო იგივე გავრილოვის ღამის ამბებზე. მაშინ ხელისუფლება გამალებით იცავდა შინაგან საქმეთა მინისტრს და ყველა მის გადაწყვეტილებას იწონებდა, მაშინ იყო საუკეთესო მინისტრი და მთელი საუკეთესო სუპერძალოვანი და მენეჯერი. მერე გავიდა დრო, როდესაც სწორედ იმ საკითხებზე, რაზეც შემდეგ უკვე პოლიტიკურად რომ დაჭირდათ, დაიწყეს თავად ბრალდებების გამოთქვა, ჩვენ ვამდით კითხვებს და ვაკეთებდით ამაზე აქცენტს. მაშინ ამ ყველაფერს უყურებდნენ, აიგნორებდნენ. მგონია რომ რაღაც იგივე მოხდება ამ შემთხვევაშიც. ეს ამბავი არ მგონია რომ ესე ჩაიფარცხება მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა ქარდები გამოდონ ახლა მედიებმა, რომ თითქოს აი ტრამპიც უჩივის BBC-ს და ასე შემდეგ, აი ძალიან სასაცილო იყო ეგ საქციელი ჯერ რაღაცა თემის გადაფარვის უნიჭო მცდელობები, ანუ იმდენად უნიჭო მცდელობებია, რომ განცვიფრებული ვარ ამ ყველაფრით, როგორც ცდილობენ ადამიანების უბრალოდ დაბოლებას, მეტი სხვა არაფერი არ ქვია ამას. საკითხი არსებობს, პრობლემა არსებობს, მინიმუმ კითხვა არის დასასმელი და გამოძიება დასაწყები და გვაინტერესებს მოქალაქეებს და მედიას და ყველას ამაზე პასუხი, ხო? მე მგონია რომ ეს პროცესი ოდესმე იქნება გამოძიებული და სულაც არ გამორიცხავ რომ ისევ ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ვიღაცა გააშაოს ამ თემაზე. უბრალოდ დაიმახსოვრეთ ის ხალხი და ის განცხადებები, რაც ვინც ახლა დგას ტრიბუნებთან და რა განცხადებებსაც აკეთებენ, რომ მე ის არქივი ამოვიღოთ და რა ვიცი ავაფაროთ. მგონია რომ მოქალაქეების ვალიც არის ყველასი რომ ეს საკითხი არ დაივიწყონ, არა მარტო თქვათ მედიების და პოლიტიკოსების და ანუ არ მიეცეს საშუალება ქართულ ოცნებას რომ ეხა დღის წესრიგიც სხვა საკითხზე გადაიტანოს და გადაათამაშოს. ალბათ რისი მცდელობაც იქნება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა და ჩვენ მაყურებლისთვისაც რო იყოს თქვათ კარგად ასაქმელი, ყველას გვიმუშავია ისეთ ზონაში, სადაც პირდაპირ უშუალოდ ქონდა შეხება, ხო? ამ აქციების დაშლასთან, თუნდაც ამ წიწაკის რაღაც გასთან მოსკოვშიც არაერთხელ ყოფილ ვარ მე აქციებზე, რომლებსაც სასშილად არბევდნენ, პარიზშიც მიმუშავია ყვითელ ჟილეტებზე, რატიმ იცის რომ კიევში თვეები ვიყავი მაედნის დროს და გამოცდილი გვაქვს ხო ჩვენ თვითონ ჩვენ თავზე. და მე მაგალითად პირადად არ მახსენდება ის სიმპტომები კი რა თქმა უნდა ძალიან დიდი დისკომფორტია სუნთქვა გიჭირს ხმის ამოღება გიჭირს თვალიც გეწვის ხმაც არ გაგს და რაღაც მაგრამ მე არ მახსოვს რომ ეს განგრძობითად რაღაცა ესეთი სიმპტომები გამოეწვია თქვათ ჩემთან მიმართებაში არაერთხელ მე თვითონ ჩამისუნთქავს აქციებზე ეს გაზი. ვერანაირად ვერ ვიტყვი რომ სასიამოვნოა და კარგია, მაგრამ მე რასაც უყურე შარშან და თუნდაც ეხლა, როდესაც გაცოცხლდა ეს თემა, ადამიანებს რა სიმპტომები ქონდათ, მე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ძალიან საინტერესოა თამარ. ძალიან კარგია რომ პირადი გამოცდილებიდან დაიწყე ლაპარაკი. ჩემი დაკვირვებით მე მართლა მე მგონი რაც კი აქცია დაშლილა რუსთაველზე ყველგან მაქვს ნამუშევარი და ჩვენ ყველას რა მინიმუმ რუსთაველზე ახლა საერთაშორისო გამოცდილებას ვერ ვიტყვი სხვა ქვეყნებში აქციების დარბევებზე ნამდვილად არ მიმუშავია. ნახეთ ჩემთვის გიორგი მას აღწერა წეღან უამრავი დარბევის დაშლის დროს, აი, როგორც არის, მეორე დღესაც მიმუშავია, ან რაღაც რამდენიმე საათის შემდეგ უკვე დილით რო უბრუნდები, აი, პირველ ჯგუფად ღამე რო გადაათენე და ისევ შენ რომ მიდიხარ, რომ იქ რა ხდება, მოყვე და რა ხდებოდა გუშინ, ერთი და იგივე პარლამენტთან, გინდა ერთ ქუჩაზე, გინდა მე, გინდა უკან, გინდა წინ, სადაც გინდათ, რაც კი აქცია არსებობს, მართლა 100%-ით ყველაფერი მაგ გაშუქებული. არ მახსენდება, რომ მეორე დღეს ისეთი მძაფრი სუნი ყოფილიყო და მესამე დღეს და მეოთხე დღეს
როგორიც მაგალითად იყო რუსთაველის თეატრთან, როდესაც მომდევნო დღეებში, დღის განმავლობაშიც იყო ხოლმე პატარ-პატარა აქციები, ხო, ვიდრე საღამოს განახლდებოდა ეს პროცესი და ხალხი არ მახსენდება ეგეთი ჩამჯდარი, ესეთი სიტყვა ალბათ მოუხდება ამას, სუნი რაც იყო მაგ დღეების განმავლობაში. ეს ჩემი დაკვირვებაა უბრალოდ, რაც განასხვავებს ნამდვილად სხვა დანარჩენ პროცესებს. სუნი ბექა წვა ქონდა ჩოლოთოში მიდიოდი, ცხვირი გეწოდა თვალიდან წრემლი მოგდიოდა. მე პირად გამოსვლებზე ადგილ ლაპარაკობთ პირველ დღეებში ამ ნოემბრის აქციების არ მუშაობდი ისე დემონსტრანტად ვიყავი და როცა არ მუშაობ, რატომღაც მაქვს ჩვევა, რომ არ მაქვს ხოლმე აღჭურვილობა თან. როცა მუშაობს, აღჭურვილი ვარ და როცა არ მუშაობ, აღჭურვილობა არ მაქვს. როდესაც პირველად ეს წყალს გამოაყოლეს ეს რაღაცა. ამბავი, მაშინ ეგ იყო ჩემ ცხოვრებაში პირველი პრაქტიკა, როცა წყალთან ერთად ეს წყალში იყო გაგარეული, იმიტომ რომ არც უკრაინაში, არც რავი, სადაც მიმუშავია მოკლედ ამ ამბებზე, არსად მსგავს პრაქტიკა არ მქონდა, თუმცა მსმენია, რომ ასეთი რაღაცები ხდება და მივხვდი, რომ მაშინ პირველად იყო, რომ გამოიყენეს აქ საქართველოში. მან ერთი ამბავი ის არის, უარყოფდნენ მომდევნო დღეებში წყალში არაფერი არ გაგვიხსნიაო, მოგეჩვენათო თქვენო. მაგრამ ეს იმდენად ძიმე იყო, რომ ნუ თან აბსოლუტურად აღჭურვილობის გარეშე შევისუნთქე და იმდენად ძიმე ეფექტი ჰქონდა ჩემზე, რომ შემდგომ დღეებში როცა მუშაობდი, ჩართვაზეც კი არ ვიხსნიდი აერწინახს. იმიტომ რომ ეხა ჩართვის დროს რო გაეშვათ ეს ამბავი და აერწინაღი არ მკეთებოდა, უბრალოდ შილობაში შოკი დაგმართვდა ადამიანს. ამიტომ იმდენად ძლიერი ეფექტი ჰქონდა, რომ გეუბნები ჩართვაზე ვიდექი აერწინაღით, მახსოვს სტუდიიდან, საერთოდან ეხა მაინც მოიხსენია და არ ვიხსნიდი ცოცხალი თავით რა. იმდენად დიდი ეფექტი ჰქონდა და მე ეხა ამ გადმოსახედიდან, ამ კვლევიდან და ამ ფილმისგან რო იხსენებ რა და როგორ იყო სიმპტომები, აშკარად იყო რომ რაღაცა განსხვავებული იყო და ნუ რაღაც უნდა ეხა ამას ვარაუდი, კობახიძემ დაადასტურა რომ წყალში იყო გახსნილი. ჯერ ერთი პასუხისმგებლიანი ხელისუფლება რო ყავდეს და ამ ქვეყანაში ყველა რამე მაინც ხდებოდეს ისე როგორც უნდა ხდებოდეს, დღეს რო ადასტურებს კობახიძე რომ წყალში იყო ნივთიერებები გახსნილი და შარშან ამ დროს კი არა და ხო, პრინციპში ამ დროს გამოდის, რომ ამტკიცებდნენ რომ არაფერი არ ქონდა წყალში გახსნილიო, ამაზე ვინმეს პასუხისმგებლობა მაინც დადგებოდა. სულ მინიმუმ. კი ბატონო. ხო, აქ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი, ზოგადად სისტემის. ხო, ზოგადად პასუხისმგებლობაზე არის საუბარი, როგორ ექცევი საკუთარ მოქალაქეს, ხო? ანუ შენ თუ ხარ ხელისუფალი, შენ ხარ შენი მოქალაქის მიერ, შენი გადასახადის, გადამხდელის მიერ არჩეული ხელისუფალი, ხო? ანუ ანგარიში ვალდებული უნდა იყო, ხო, ხალხთან. და იმ აქციაზე რუსთაველი იყო თუ სხვა ქუჩები იყო თუ ასე შემდეგ იდგა ყველა ახალგაზრდა, ხანში შესული, საშუალო ასაკის, ასაკოვანი და ასე მათ შორის იმ ადამიანების პოლიციელებიც, მაგრამ იმ ადამიანების შვილებიც, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის წინააღმდეგ, ხო? ანუ რა გამოდის? რა შეიძლება დაარქვა ამას, ხო? ეს არის რაღაც უსასტიკესი ქმედებები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, ხო? როგორც მინიმუმ შეგვიძლია რომ ეს შეფასება მოდი, აი პოლიციელების მხრიდანაც შევხედოთ, არ გინათ? აი ნახეთ ახლა რო ლაპარაკობენ პიროტექნიკის გამოყენებაზე მაგალითად, ხო? ანუ არავინ არ ამბობს რომ ეგ არ არის, ეგ არის არგუმენტი, რომ ხო, იმას დამწრობას გამოწვევა შეუძლია და ყოველ ახალ წელს მინიმუმ ამაზე ვლაპარაკობთ, რომ ხალხო ფრთხილად ისროლეთ ან საერთოდ არ ისროლეთ. გავიგეთ. მაგრამ დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა პოლიციელმა საერთოდ არ იცოდა იქ რა იყო გახსნილი. არა, რა თქმა უნდა და იმ ხალხსაც ხომ იესხა რა ვიცი, იგივე მდგომარეობაში არიან ხოლმე იმ ძიძგილაობის და ჭიდაობის დროს, როდესაც წყლის შავლის გამოყენება ხდება, არანაკლებ დაშავებული და ამოგუდული პოლიციელი მინახავს და მე გამინიავებია ბევრჯერ აქციების დროს. მომისულიერებია ეგეთი შემთხვევებიც ყოფილა. მით უმეტეს ამ ეკიპირებაში დამეთანხმებით, როდესაც შიგნით შედის ეს კვამლი და წყალი და ყველაფერი უბედურება ხდება, აი, რობოტის კამერა პირდაპირ ნიშნავს. და ისინი ვინც ეკიპირების გარეშე იყვნენ, ვისაც არ ქონდათ, პირბადეც კი არ ქონდათ, ხო? კი. ანუ აბსოლუტურად ყველას მიმართ არის. ნებისმიერ ადამიანს აქვს კითხვა დასასმელი, იქ იყო, არ იყო, არ აქვს მნიშვნელობა, რა სტატუსით იყო, რა პროფესიის იყო თუ ასე შემდეგ. ანუ უბრალოდ კითხვა ჩნდება გამოიძიონ, ხო შეიძლება თუნდაც ქართული აცნების მხარდამჭერი იყო, თქვა რომ კი ეს გამოსაძიებელია და არ თქვა რომ
არა BBC იტყუება ტრამპსაც თურმე პრეტენზიები ქონია და თურმე ისიც ურჩივის. არ ვიცი. კაი, მგონი ნელ-ნელა შევაჯამოთ, გავიდეთ ბოლოში. ყველა თემა დავფარეთ, რაზეც დავაანონსეთ და ვფიქრობ საინტერესო მიმოხილვა გამოვიდა. კი ბატონო, გამოგვრჩა ბოდიში გამოგვრჩა ერთი თემა, რომ შავ ზღვაში თურქეთის ეკონომიკურ წყლებში ტანკერზე იყო იერიში. ახალი ეპიზოდი დავიწყო. არ დავიწყოთ ახალი ეპიზოდი. ორი სიტყვით თქვა, ჩემი აზრით ლეგიტიმური სამიზნეა აბსოლუტურად. იმიტომ რომ შავი ზღვის უსაფრთხოება გვეხება ჩვენც, როგორც შავი ზღვის წევრ ქვეყანას, შავი ზღვის სანაპიროს მქონე ქვეყანას და რა თქმა უნდა ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ უკვე შემდეგ პოდკასტებში, იმიტომ ყველაფერს ერთ გადაცემაში ვერ მოვასწრებთ. ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ მე მგონია აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა რუსეთის shadow ფლოტი. როგორ ქვია ამას? ჩრდილოვანი ფლოტი. ყველაფერი რაც ეხმარება რუსეთს ომის დაფინანსებაში არის ლეგიტიმური სამიზნე. მე სხვა მოსაზრება არ მაქვს. კარგით. და ტელეკომუნიკაცია კი არა, საკომუნიკაციო ტერმინალების თემაც არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც მოდი ვისაუბროთ უკვე შემდეგ. კი, თემები გვექნება ბევრი. ხალხო, ძალიან დიდი მადლობა წინა ეპიზოდმა განსაკუთრებით ესეთი ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა რეიტინგს, როდესაც ჩავხედეთ საბოლოოდ. ძალიან ცოტა ხანია რაც ამ პროექტს ვაკეთებთ, 2 თვეა, 10 ეპიზოდი გვიდევს, ეს იქნება მე-11. კარგად მივდივართ, ძალიან კარგია მომწონს ჩართულობა, ნახვებიც, გამომწერების რაოდენობაც გვემატება. გამომწერების რაოდენობა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი აუდიტორია გავზარდოთ. ამიტომ თუ უყურეთ ამ ვიდეოს, მით უმეტეს თუ ამ დრომდე შემორჩით და ეს ნიშნავს რომ დაგაინტერესათ, არ დაგეზაროთ დალაიქება, არ დაგეზაროთ არხის გამოწერა. ყოველ კვირას ჩვენ აქ ვიკრიბებით და ამ ფორმატში გვაქვს ფუფუნება რომ ყავდეს ხაზზე ბრიუსელი და ვაშინგტონი და ვსაუბრობთ საქართველოს თან დაკავშირებულ თემებზე, საქართველოს კონტექსტში გეოპოლიტიკურ თემებზე და ყველაზე ცხელ საერთაშორისო პოლიტიკის ამბებზე. ცხადია უკრაინის ომზეც მუდმივად თითქმის ყველა ეპიზოდში. ასე რომ გამოგვიწერეთ, თვალი გვადევნეთ და ურჩიეთ სხვებსაც. იმიტომ რომ ესაც მნიშვნელოვანია გაზიარება, კარგი კონტენტი როცა შემოხვდება, მე მიყვარს ხოლმე რომ ნახე ეს რაღაცა კარგია და მოდი ჩემ მეგობრებს ჩავუგდო. მადლობა თქვენ, დაგვიტოვეთ კითხვები, შევეცდებით ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, გვიყურეთ კავკასიაზე, მადლობა კიდევ ერთხელ კავკასიას და მადლობა კავკასიის მაყურებელს. მადლობა დროებით ნახვამდის. ხო, ბოლო სიტყვას მეც ვიტყვი, ჯერ ერთი ბოდიში, ჩვენს მაყურებელს რომ დღეს ძალიან ხმაურიანი დღე აღმოჩნდა ევროპარლამენტში და ცოტა ხმაურიანი ადგილიდან შემოგიერთდით და ჩემი ბოლო სიტყვა გიოს სიტყვებიდან იქნება გამომდინარე, ევროპული მოდელი რუსული მოდელისგან სახელმწიფოებრიობის განსხვავდება სწორედ პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების გრძნობით. რასაც ჩვენ სამწუხაროდ დღეს ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავთ. ასე რომ თქვენ თავს დაუსვით შეკითხვა, როდესმე ქართულ ოცნებას თუ აუღია პასუხისმგებლობა, ან ყოფილა თუ არა თქვენს წინაშე ანგარიშვალდებული. მადლობა ნახვამდის. მადლობა, შესანიშნავი ფინალია. ნახვამდის. შეხვედრამდე.